გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. შედგა მთავარი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სამუშაო შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცეს წარმატება ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის პირველ პრეცედენტში და მტკიცედ მოუწოდეს განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კანონის უზენაესობის და საქართველოს დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მიმართულებით. ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადეს საქართველოს მეგობრობისა და სანდო პარტნიორობისთვის ყველაზე მწვავე რეგიონულ და გლობალურ პრიორიტეტებთან გამკლავებაში. ბარაკ ობამამ ისაუბრა ავღანეთში ნატოს მისიაში საქართველოს შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს. საუბარი შეეხო სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას. თუმცა კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, არც თეთრ სახლს და არც საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცხადებია. პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე. მე მინდა გითხრათ, რომ მე შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ბატონ ბარაკ ობამასთან, ასევე მქონდა შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მე მივიღე სრული მხარდაჭერა, ჩვენმა მთავრობამ მიიღო სრული მხარდაჭერა ამერიკის პრეზიდენტის სახელით და ვიცე-პრეზიდენტის სახელით. მათ დაგვიდასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს. მე ასევე მივიღე დადასტურება და მზადყოფნა იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენ შორის, ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. მთლიანობაში ეს იყო ძალიან პოზიტიური, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის საქართველოს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და გამტკიცებას და ახალ ეტაპზე, რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ ამერიკასთან ურთიერთობების სფეროში. შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმაც, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა. პრემიერის პრესსამსახურს არ უხსენებია ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მოწოდება ქვეყნის ყველა ლიდერთან თანამშრომლობის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. მოგვიანებით საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე მხოლოდ ფოტოგრაფი იმყოფებოდა. პრემიერის პრესსამსახურის უფროსის მანანა თოქმაჯიშვილის თქმით, ამიტომაც მთავრობის პრესსამსახურს არ ჰქონდა შეხვედრის ამსახველი სრული ინფორმაცია. შეხვედრა შეაფასეს ქართული დელეგაციის წევრებმა. მათი თქმით, პრემიერმა შეხვედრისას ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამერიკულმა მხარემ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ რეფორმებისთვის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, იმ წვლილისთვის, რომელიც შეგვაქვს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში. მათ აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს ახალ მთავრობას და გვისურვეს რასაკვირველია წარმატებები. განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით გაუსვეს მათ ხაზი იმ ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომლის პარაფირებაც მოხდა ვილნიუსში და რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს რამდენიმე თვეში. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არ არის ისე განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები, როგორიც ეს იქნებოდა ადეკვატური ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად. და გამოითქვა სურვილი, რომ ეს გამოსწორდეს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო მეტი იყოს დაინტერესება საქართველოს ეკონომიკით. პრეზიდენტმა ობამამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რადგან ეს უფრო იოლს ხდის საქართველოს თემაზე საუბარს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა კონტექსტში. სრული მხარდაჭერა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ისევე როგორც ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერის თვალსაზრისით. ასევე
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პრინციპულად უჭერს ხარს ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს და ეს საკითხი მუდმივად იქნება მათი ყურადღების ცენტრში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ისევე როგორც სამხედროებს შორის თანამშრომლობის საკითხებს დიდი მადლიერების გზნობით, როგორც პრეზიდენტმა ობამამ, ისე ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსეული სამსახურის შესახებ ერთობლივ ოპერაციაში ავღანეთში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორსაც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრო, რომელიც ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა გახსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორებსაც შეხვდა. დიგ დურბინთან, ჯებ სეშენსთან და როი ბლანტთან შეხვედრისას აქცენტი ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და ნატოს 2014 წლის სამიტის პერსპექტივებზე გაკეთდა. სენატორები საქართველოში თვითმმართველობის რეფორმებით დაინტერესდნენ, რაზეც მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მარტს დასრულდება.